გამარჯობა მეგობრებო, უკეთესი მე, უკეთესი თქვენ, დგე მეშვიდე. ეს გომრობა, ცეკვა ან სიმღერა არ არის, ეს არის გულის ძალიან კარგი ვარჯიში. აი ესე რა შეიძლება ძალით, მაგრამ ეგეთი ადამიანი, ვისაც ჩუნთირება გაკეთებულია ან გულის დავადება, ამას მოერიდეთ. ნელ-ნელა გააკეთე. მეგობრებო, სანამ კავას დავლებ, დაახლოებით 6 დღეა უკვე თქვენი ორგანიზმი იქნება მიჩეული, ნელ-ნელა დავიწყოთ უფრო კონკრეტული პრობლემებისთვის ყვება. ეხლა დღიდან დავიწყეთ ჩვენ ფენოგრიკ თესლი, გამე, 1 სუფრის კოზი, დატოვე წყალში და დილით ეს წყალი პლუს ეს ფენოგრიკი ძალიან სასარგებლოა დიაბეტიანი ადამიანისთვის, გლუკოზა რო სტაბილურად იყო, პლუს წონის პრობლემა ვისაც აქვს. მაგარად წონაში დაკლებაში დაგეხმარება ძალიან მაგრად, იმიტომ ინსულინი და გლუკოზა ათავარი. თუ მაგის კონტროლი ისწავლე, ბევრი პრობლემა მოგვარდება. გვიძლი გაციქ ცხიმიანებულიც, მაგალი ქოლესტერინიც. დღიდან უძმოზე წყალი დალების მერე აკეთებს აი ეს. ეს ჩემი ფანჯერიდან გარეთ უკვე ნახევრად გაკვითლებული ხე. და ეს უკვე ყველაზე სასიამოვნო პროცედურაა. კავის გამზადება დილით და პირველი კავა. ეს უკვე კაია. კავა დალევის მერე გადავიგე კონტენტი, სადაც ვასწავლე ვარჯიში ტვინისთვის. ამ ბავშვობაში პირველი საჭმელის დრო მოვიდა, გავამზადებს კვერცხი, ზეითუნის ზეთით, აი როგორ ვამზადეთ. ზეითუნის ზეთი კი არ უნდა დაწვა, აი პირდაპირი და უკვე შეიჭვება. ვიფიქრე მეთქი ერთი კონტენტი კიდე გადავიგო, როგორ უნდა ჭამო საჭმელი, რომ წონაში დაიკლოთ. დრო 3 საათი გავაწელე. ვერ უკლებ წონაში, ვიცი რომ ვერ უკლებ. იმიტომ ატაპი არის ის საჭმელი როგორ უნდა ჭამო. კი ძალიან საგად ჭამ, მაგრამ მაინც ვერ იკლებს წონაში. ჯერ ბოჭკო უნდა ჭამო პირველი თებში. ნებისმიერი ბოსტნეული შერეული. თუ კუჭის პრობლემა არ აქვს, აქ შეურიეთ ვაშლის ძმარიც. მეორე ეტაპი. აქ არის ცილა და ნახშირის წყლები. ეს ცილა უნდა ჭამო ამის მერე და ეს რო დამთავრებს, ბოლოს ჭამე ნახშირის წყლები. ეგ არის სულ. მერე ამის ჭამის მერე როგორ ვერ დაიკლებს წონაში, დაიკლებს 100%-ით წონაში. ხო და წონაში დახლება თუ გინდა, ესე უნდა ჭამო ყოველდღე. ეგ არის პირველი თებში აუცილებლად ბოსტნეული. არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი. მერე ცილა, კვერცხი ჭამე, ხორცი ჭამე. ბოლოს უნდა ჭამო ციციბური. ყვილი მომინდა და სემოლინას ხალვა გავამზადე ჩემთვის. ერბოთიკა ვაკეთე ძალიან გემრიელი, აქეთ კიდე ანაჯის და ელობრდება, როდის გაცივდება. საგამოთია უკვე მიგვიანდა მეგობრებო 9 საათია, ძალიან გვიანდა საჭმელი ბრინჯია. სალათას არ ვჭამ, იმიტომ ღამეა, არ უხდება ღამე. აქეთ კიდე ყვითელი ბარდარო არის, მაგით გაკეთებული სუპია. აი ესე სხელი სუპი. ეს ორივე შევჭამ ახლა, წავალ გარეთ, ჩემი ნაბიჯები იქნება, თქვენი კავი ჯამთელი და ბედნიერი